მოკლედ ძალიან ძნელია რა რეგვენ ადამიანებთან ლაპარაკი რატო იყო სტალინიო ცუდი კაციო გიტლერს რომ მოუგო იმიტომ აი როგორი გამოყლებული და დებილი უნდა იყო რომ ეგ თქვა გიტლერს რომ მოუგო იმიტომ იყო ცუდი კაციო ძალიან ძნელი რა რეგვენებთან ლაპარაკი და რეგვენს რო რამე შეაგნებინო ან არ ვიცი აი რა წარმოუდგენელია მიშას დაუღუპია თურმე ბათუმი მეგაპოლისად აქცია ტიპმა რა გააკეთა ბათუმში და დაუღუპაო ბათუმიო ოკეი ეგეთ თანამედროვე ქალაქები ესე იგი ამერიკაში აშენებული დაიღუპა ამერიკელები დაუღუპეს ამერიკა ძალიან სამწუხაროა და ძალიან საგანგაშო არის მაგრამ ვეღარც აღარ ეშველება არაფერი ამას ცოცხალი იყო სტალინი შენ განახევდა სიბირს რა თქმა სტალინი კაცო 16 წელი მე ისევ ცხოვრობდი ალიასკაში არავის არ გადაუსახლებია ადამიანს რო ივანიშვილი მოწონს და იმას ემსახურება ის ნორმალური არ არის მორჩა ისიც ისეთი ხიხუა გორსალა გორილა და ყაბაჩო მეტი არაფერი ერთი სიტყვით თქვენი სტალინის დედაცა მოტყან თქვენი კოცი დედაცა მოტყან და მოგიტყანთ რეგვენი გამოყლებული ჯიში და ჯილაგი კარგად იყავით კიდე ერთხელ შეგახსენებთ სირები ხართ იდიოტები და დეგენერატები სულ და კარგს ვერაფერს ვერ მოგიტანთ ეგ თქვენი დაყლებული თავები ტყუილა რო გადგათ მაგ ბეჭებზე რა თქვენც ძალიან კარგად იცით ეს მაგრამ თავს ისულელებთ და ზოგი მართლა სულელი ხართ კარგად იყავით პარტიანკები შეუყვეთეთ ნახმარი პარტიანკები რუსეთიდან იაფი პარტიები ჩამოვა და შეგიძლიათ ფეხებზე, ყელზე, ხელებზე დაიხუიოთ და იაროთ და კალინკა იცეკოთ. აბა კარგად იყავით. მოგიტყანთ ჯიში ხოცებო. ეს გორსალა ნაბოზო არის ესა. დაჭკუ თავიდან არა მომდის რა. ჩემი ფული დამიბრუნონ, კაცო. ჩემი ფული დამიბრუნონ, თქვა სირო პუტინს ხო აახიეს 300 მილიარდი თუ 350. ვინ გეკაჩებოდათ, მოქცეულიყავით კარგად, არ გადაგეხვია შენ ნატოდან და ევროპიდან. არ შეზულიყო შენი ძმაკაცი ვოვა უკრაინაში, ჩეჩნეთში, საქართველოში არ დაენგრია, დაემტრია, დაეხოცა ხალხი და არავინ არ გართმევდათ. იყავით და ცხოვრობდით ხოშიანად, ფულიც ჰქონდათ და ყველაფერი, მაგრამ არ გააჭერეთ ტრაკები და ეხლა შენ ასე 2 მილიარდი გაქვს თუ რამდენი გაქვს, კიდე ხუისნი, ნუ შენ იმასთან შედარებით პატარა კუტა ხარ, მაგრამ ვინ დაგიბრუნეთ ბიჭო თქვენ ფულებს? ჩემი ფული დამიბრუნონ, კაცო. ჩემი ფული რაც გინდათ ის დაუძახეთ. აროჩე მოიტყნა დედის ტრაკი, შენ აბოზვარო რომ მოხვედი აფხაზეთი და სამაჩაბლო დააბრუნეთ გაეთრიეთ მადიდანო გითქვია როდის მე სო ფული კარვას ხლა იწვის უსტაჯან მოგიტყან კარგის ტრაკი მეშე რა როდის მე გითქვია აფხაზეთი და სამაჩაბლო დააბრუნე შენი პირიდან ამოსულა მაგრამ შენ წაართვი ქართველებს ყველაფერი და რა მაგას როგორ იტყვი
ჩვენ ფული დამიბრუნეთ, კაცო. ცირკია, კაი კინო გამო, კომედიური კინო გამოა, კაი. საქართველოს ბედზე თამაშობს ცუდად, თორე მაგ ტიპი რო აიღო და მაგ ტიპმა როგორ იცხოვრა, უნდა დაიწყო თავი. მოიცა იმან რა თქვა იმან. შალვა, შენც კაი პროჭი ხარ, down dictate, блядь. პლანის ბარი გაიყო, თუ წამლის ბარი გაო, მე დუხებს ყიდიდაო. ტიპი. მე ჩაეტრა სადღაც რუსეთში და ეს კაი გამოყლებული გრუზინიაო, რუსებმა შეამჩნიეს. ეს ყველაფერს იზა და უძახეს, წაიყვანეს, ამეცადინეს. აი ჩემი ბიჭი შენ ახლა 8 მილიარდი და დავით საქართველოს შედიშოთ ახლა და წესიერად მოიქეციო. ვერ მოიქცა წესიერად. ეხლა სატრაქში მიდიხარ. რუს არ დაუჯერებ, ის მოკლავს. ამათ არ დაუჯერებ, ესენი ამოგიღებენ წინდებიდან. სატრაქში გინდა წასვლა, ამდენი ყლეობანა რო აკეთე და იყლე პროჭავე. სად მიდიხარ ახლა? ჩემი ფული დამიბრუნეთ, კაცო. შენ ვისაც ფულები აახია, იმას დაუბრუნე. ეხლა არ ვითხრა ბიზნესმენი ვარ, ჩემი თვიშოვე ეგ ფულიო, თორე ლაპარაკი არის ის შეკარგ მოწყნულო. იაპონიო ვაშო გადაცემო, აი რა ყლეცა ხარ, ის ყლე მხარდამჭერები ყავს. ცირკია მოკლედ რა, ცირკი ეს კაცი რა. უკვე უკვე სასაცილო კი არა, აი დიდი ტრაგედია ტრიალებს რა და აი უკვე ისეთი საშინელება, რომ უკვე აი სასაცილო გახდა რა. ალიასკაზე ვთქვი ერთხელ ისეთ ცივა აღარ მცივა მეთქი უკვე რა. აი ისეთი საშინელებაა, რომ უკვე საშინელებაც აღარ არის რა. всё. აი გამოყლებული. ხო და კაცო ეს დედა მოწყნული ფული დამბრუნეთო რო იძახი ტელევიზორში რო ზიხარ და ალავაშებ იქა გამოყლებულო. სადა ქონდა შენახული? ამერიკაში და ევროპაში თუ ქონდა შენახული, ამერიკის და ევროპის წინააღმდეგ რომ მიდიხარ, რანაირად დაგიბრუნებენ? რაღაცა ულოგიკო, უთავბოლო, ხეპრე, გორილა ხარ, გორსალა ხარ, რა ვიცი მე რა ხარ. კაცო, ჯერ ფული შეინახე, სადაც ვერ წაგართმევენ და მერე გაატრაკე. მარა ეგრეა, ყველაზე ჭკვიანი რო გონია თავი. აი ეგრე დაგემართება სულ, გამოყლეებულო, ფული არა ისა. შენ რო წესიერ ბიზნეს სამყაროში ჩავარდე, კაპიკსაც ვერ იშოვი. სადგარ მაგის ტვინი და თავი, ბლედი. არო, ნიჭიერი კაცი ვარი. რაში გამოიხატება ეს შენ ნიჭიერება? ვერც ეთენაზე ვერ ლაპარაკობ და დამიბრუნე ჩემი ფული, ამ ხელა თანამდებობა გიჭირავს ბოლო რა. ნამდვილია თუ ტყუილია შენზეა დამოკიდებული ახლა. რაღაცეები. ბევრი არაფერი, მაგრამ რაღაცეებია. რო გამოდიღარ და პატარა ბავშვი რო ტირის, დამიბრუნე ჩემი ფული. ვინ დაგიბრუნებს, ჯიგარო ჯან. ახლა მოაწერა რაღაცას უკრაინის მხარეს ხელი, რაღაცაზე მოაწერინა ხელი უკრაინის მხარეს და იმედი აქვს, რომ დაგიბრუნებენ ხო ფულს. უფულოთ რო დარჩე ჯიგარო რა გეშველება. ჩამოდი ჩემთან პროფილაქტიკაში გამუშავებ, აგე ნახე რა ხელა ლიფტი მიდგას. მატორების გამოცვლას გასწავლი. რა მაგრა ვიმუშავებთ იცი ჯიგა კლუჩებს რო მოგცემ ხელში. დედა მოუვა 13 ნომერი კლუჩი პირში და 14 ხელში. მიადექი ცვალე მატორები. $500 გააკეთებ ერთ მოტორის გამოცვლაში. შენი კარგის ტრაკი მოწყარ შენი, ბლედა. ამის დედა მოწყარ, ვაჟაბშაველა სიღარიბეში ამოხდა სული და ჩვენ ნიკოლოს კიბისქვეშ მოკვდა და ეს ქვეყანა უსამართლოა რა, მაგის დედა მოწყარ რა. მრავალჯერადი კუბოთი ჩააგდეს ის კაცი
საფლავიც არ იციან სად არის. ჩაარდეს მიწაში წვიმა იყო და თან ნახევარი წყალი, ნახევარი მიწა, მიასხეს, მიაყარეს ზე და მოწარტი. და ეს გორსალა ესა ამას მოუტყა, კარგი სტრატი რეალურად. რამე გაგიკეთებია ქართველებისთვის კარგი ბიჭო. აი, სუტრუხა და აფერისტი და მისახარა. ოზდუხი რა. დუქნი ლომო როგორ აკავს დუქნი ლომი სხვა სახლებიც გაუჩხრიკე იქნება სხვაგან კიდე აქვს რაღაცეები შენახული თქვენი კარგი სტრატი მოწყან ქართველი ხალხი სამკურნალოდ ევროპაში დადის და ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში მკურნალობენ, უვლიან უფასოდ თავსევლებიან იმ ხალხს. ეს ფული იმდენია, რამდენიც გინდა, მაგრამ შენაირი პროჭები რო იქნებიან და შენაირი განდონები იმ ქვეყანაში რა, გინდა იყოს, ფული გინდა, რა მნიშვნელობა. აბა აი ვინ ჩემ ფული დაგიბრუნოს იმას მოუწყან დედის ტრაკი რა. მოგიტყანთ ხოცებო კეთილები.